მითხარი, რა აზრი აქვს სავსე ჯიბეს, თუ შიგნიდან სულიერად ცარიელი ხარ. მე სხვა გზა ავირჩიე. ჩემს ყოველდღიურობაში არ არის ფუფუნების საგნები, მე მატერიალურად არამდიდარი ვარ. მაგრამ ამით არაფერი დამეკარგავს, იმიტომ რომ ნამდვილი საგანძური სულ სხვაგან ვიპოვნებ. თუ სამყარო გართმევს იმას, რაც წარმავალია, ის ასევე გაძლევს იმას, რაც მარადიულია. ჩემი სიმდიდრე ის არის, რომ ჩემი შრომითა და ნიჭით ყოველდღე ვიღაცის ცხოვრებაში სინათლე შემომაქვს. დიახ, მე მომეცა ნიჭი, რომლითაც სხვისი ცხოვრების გაფერადება შემიძლია. ბუნებამ და სამყარომ საოცარი ძალები მომმადლეს. ჩემში ცოცხლობს რამდენიმე ბუნებრივი ნიჭი, თუმცა არის რაღაც უფრო მისტიური და ღრმაც. ჩემი 4 ზებუნებრივი ნიჭი. ეს არ არის თამაში ან იაფასიანი ტრაბახი. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობაც. უნარი დაინახო ის, რაც სხვებისთვის დაფარულია. იგრძნო სხვისი ტკივილი საკუთარ კანზე და გასცე კურნება იქ, სადაც მედიცინა თუ ლოგიკა უძლურია. მაგრამ რა არის ბუნებრივი ან ზებუნებრივი ნიჭი დაუღალავი შრომის გარეშე? მხოლოდ გამოუყენებელი ოქრო. სწორედ ამიტომ ყოველდღე ყოველგვარი გადაღლილობისა და წუწუნის გარეშე ერთ ლამაზ, საინტერესო და პოზიტიურ ვიდეოს გთავაზობთ. ამ რამდენიმე წუთიან ვიდეოს საათობით მუშაობა, ფიქრი და ენერგიის დახარჯვა ჭირდება. მინდა იცოდეთ, რომ ეს არ არის უბრალოდ კონტენტი სოციალური ქსელისთვის. ეს ჩემი ხელწერაა და ჩემი ყოველდღიური გზავნილია თქვენთვის. სინათლე არსებობს და ის ჩვენშია. ნუ შეგეშინდებათ, გამხნევდით. გიგრძნიათ ოდესმე უცნობი ადამიანისგან ისეთი სითბო, როგორსაც საკუთარი სისხლით ნათესავისაგანაც კი ვერ იღებთ. სწორედ ამას ვხედავ ყოველდღე თქვენგან. სრულიად უცხო ადამიანები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან თუ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩემში პოულობთ ყველაზე ერთგულ მეგობარს, საიმედო დამხმარესა და ნამდვილ მხსნელს. ჩემთვის არ არსებობს ცნება უცხო. თუ შენ ჩემს სივრცეში შემოაბიჯე, ესე იგი ეს ყველაფერი სამყაროს ასე სურდა. მე განსაკუთრებით ჩვენს ემიგრანტებზე ვფიქრობ ხშირად. იმ ადამიანებზე, ვინც სამშობლოდან შორს არიან და ხშირად მარტოობას ებრძვიან. მე არ ვთიშავ ტელეფონს. როცა მათ უჭირთ, ჩემთვის საათს მნიშვნელობა არ აქვს. ღამის 3 ან 4 საათზეც კი, როცა ყველას ძინავს, ჩემი ტელეფონი ჩართულია. მე გპასუხობთ ყველას, ვათენებ ღამეებს თქვენთან ერთად, გისმენთ, გამშვიდებთ და ჩემს ენერგიას გიზიარებთ. ვცდილობ არავინ, აბსოლუტურად არც ერთი ადამიანი არ დავტოვა უპასუხოთ. მე არ მაინტერესებს თუ ვინ იყავი წარსულში, მე მაინტერესებს ის თუ ვინ ხარ დღეს და როგორი იქნები შენ მომავალში. ასე აღმზარდეს. ეს ჩემი ოჯახის, ჩემი წინაპრების ქცევის კოდექსია, რომელიც სისხლში და გონებაში მაქვს გამჯდარი. როცა ადამიანს უჭირს, მას ხელი უნდა გაუწოდო და არასოდეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა კითხო წარსული. მე ვარ ადამიანი, რომელიც ბრჭყალებში მატერიალურ არასიმდიდრეში ცხოვრობს. მაგრამ ყოველ ღამე, როცა თვალებს ხუჭავ, ვიცი რომ დედამიწის რომელიღაც წერტილში ჩემს გამო ვიღაცამ შვიდად ამოისუნთქა და გაიცინა. აი ეს არის, რასაც ვერც ერთი მილიონი თუ მილიარდი დოლარი ან ლარი ვერ გადაწონის. სადაც არის უფალი, იქ არის მადლი, შესაბამისად სიცოცხლე და ბედნიერება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.